პრეფერენციული მოძალადეები, ანუ ის ვინც ბავშვს ირჩევს სექსუალურ ობიექტად, ესენიც რამდენიმე კატეგორიად იყოფიან. არიან ეგრეთ წოდებული მაცდუნებლები და აი მე რაც აღწერე წეღან რომ აი ცდილობს დაუახლოვდეს, ბავშვს კარგად იცნობს, კარგი კომუნიკაციის უნარები აქვს და კარგი კომუნიკაციის უნარებს ჭყალებში ჩავსვავ, ანუ საამისოდ მანიპულირებს ჩუქრებით, დაშინებით, შანტაჟით, სხვადასხვა მეთოდით, ასე ვთქვათ, აი ეს მაცდუნებლები. მეორე კატეგორია პრეფერენციულებში არის უფრო არა აქვთ ისეთი კომუნიკაციის უნარები და ნახეთ ეს რომელი ხალხია, აი რომლებიც ხშირად სპორტულ მოედანზე, სკოლის შესასვლელთან, აი ესეთ ადგილებში ცდილობენ რომ ბავშვი გამოიჭირონ, აი გავრცელებული შემთხვევებია, ხო, აი წამოდი მაგალითად, აი აქ ძაღლი არის ცუდად გაიტყუებს ბავშვს ესეთი ტიპები და მესამე კატეგორია ეს არის სადისტი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც არა მარტო ბავშვთან სექსუალური კონტაქტით იღებენ ძალადობრივი და ხშირად კვლელობით მთავრდება ასეთი შემთხვევები და ასეთი შემთხვევებიც ყოფილა საქართველოს სინამდვილეში. ასე რომ სხვადასხვა კატეგორიის სექსუალური მოძალადეები გვყავს. ეხლა ზუსტად ეგ უნდა მეკითხა ეს ყველაფერი საქართველოში ხდება თუ რაღაც მაგალითები სხვა ქვეყნების მაგალითები და თქვით კიდევაც რომ საქართველოში ცოტა ხნის წინ მოხდა ერთ-ერთ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში იყო ადამიანი, რომელიც სასჯელმოხდილი იყო, გამოსული იყო და როცა დააკავეს, მოკლა ეს ბავშვი, გაუპატიურა და მოკლა, როცა დააკავეს, მის ტელეფონში აღმოაჩინეს უზარმაზარი მასალა იმ ბავშვის ფოტოების, როგორ ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეული პერიოდი მუშაობდა იმაზე, რომ ეს ბავშვი მოეხელთებინა.